დილის ვლოგი, დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? მე თვითონაც არ მჯერა სიმართლე გითხრა, რომ დილით თქვენთან ვარ. როგორ ხართ? ხო ხართ ყველა კარგად, ბედნიერად. მოკლედ, სოფ ვერ მოგწერე, კომენტარი კი წავიკითხე, ჩააღწია დედას წიგნმა ამერიკაში. ხო და შეგიძლია სოფო ის სიამოვნო ამ წიგნით შემოსაყვარელში ნამდვილად იმსახურებდი ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ საგანძურს. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ გოგოებო. და რატო ვარ მჩლაჩხული დილიდან რაღაცა ვერ გავიგე. მოიცა უკეთესად გაგასწოროთ. ესე იგი დილით ავდექი. მთელი ღამე არ ვიცი თქვენ როგორ ხართ. მე წყლის ვით ვიჭყიპები, რა აჯედა მჭის არ ვიცი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დილა არის ეს. იდეაში შუა დღესაც ეგარი და საღამოსაც, მაგრამ ანუ ჩემთვის დილა არის ყავა. რასთან ასოცირდება დილა ყავასთან. ხოდა ცოტა ვიჭორაოთ ამ დილით. ცოტა გუშინ ღამე გოგოებო მარიკომ რო დაიძინა, აი დავაწყრიალე სახლი. ამ დაღლეზე რა ენერგია მომემატა, ასეთი ვერ გეტყვით. დავგლიჯი აბაი ატაკები და აბაი ჭურჭელი და აბაი. ოღონდ მერე სიამოვნებით დავჯექი, ყავა დავლიე. ვაიმე მესის მარი ვნახე ხალხო ღამე. აი ვაიმე აქ ვერ ვეგუები ამ ბეჭდს რატომი. მესის მარი ვნახე ღამე, წამოვხტი როგორ ვერ გეტყვით. ვიხედები აქეთ იქით. ერთი 5 წუთი რო გითხრათ დამჭირდა იმისათვის რომ რეალობა გამერკვია, სად ვიყავი, რომ ანუ არაფერი საშიში არ იყო, უბრალოდ სიზმარი იყო და რაღაცა არ ვიცი. იყო სრული ქაოსი ამ სიზმარში. აი, ხო რომ დაჯდები და ადამიანს მოუყვები რა ნახე, ანუ ვერ მოგიყვებით იმდენად ქაოსი იყო. აი, რომელი ერთი მოგიყვეთ ეგეთი აბავია რა. რავი, იქ წყალი, იქ ვიღაცა მახრჩობდა, არ ვიცი, მოკლედ. იმედი მაქვს, რომ სასიკეთოდ ამიხდება ეს სისულელე, ან უბრალოდ სიზმარი იყო და მორჩა. არ ვიცი, მოკლედ. მაგრამ შვენივრად მიუაწკრიალე, ახლა უკვე აირია და რა მარია ვერ გიტყვით მარათით და გუში რომ ზუსტად ძალიან კარგად გამოიხურებოდა. ახლა უბრალოდ ნამცეცები და ყარა მარიკო, მაგრამ მეგარაფერი. თავარია რომ დღეს სახლის, ესე ვთქვათ, საქმეები ამ კუთხით აღარ მაქვს ნამდვილად, რაც ძალიან მახარებს. ცოტა მოგვიანებით ბოტასები უნდა დავირეცხო, როგორც გასასვლელი, ასევე სამსახურში ასაც ვიცვამ ეგეც. სიჩქარეში მარიკოს გამოსასვლელი ბაღში დამჩარო ეგეც გამერეცხა. მაგრამ არა უშვის. წამოვიღე, ფეხი უხურდებაო ძალიანო და არ ვიცი გოგოებო რატო ჩაუხურა იმან ფეხი. არ იყო კარგი ხარის, რა ძლებს და ნაგავია და რა ვიცი, რა გითხრათ. ხო, ბაღიო რა ადრე დაწყებულა თქვენსკენ, გოგოებო ჩვენი კერძო ვართ და ამიტომ დავიწყეთ პირველში. საჯარო იწყებს 15-ში. რაც შეეხება კითხვას კარატესთან დაკავშირებით, კერძო ბაღში ასწავლიან, ვისაც ეს კითხვა დაგებადათ. კერძოში ასწავლიან, საჯაროში არც კარატეა, არც ბალეტია, არც ის არის, არც ის არის და არც არაფერი არ არის. ანუ მსგავსი ესე დამატებითი ისინი. და რა თქმა უნდა იცოთ კიმანო, უნდა შევუკეროთ ესე სექტემბრის ბოლოსათვის ვუყიდოთ. პუანტები უნდა ვუყიდო, ბალეტის კაბა აქვს მარიკოს. არა, მანანამდე რაო. ხო და მოკლედ აქტიურ ფაზაში გადადის მარიკოც და ძალიან მიხარია. ჩაგაბარეთა ჩუტები.
ბიშველეთ, ჩემს თელობა შვილა. აი მე დედას გულო. ესა იყო თუ ერთ საყვარელი. არა. დადი აქ თეფშზე დედი. ხო და ესე იგი პლასტიკური ეს რაღაცებს გაკეთებაზე და იმაზე და ამაზე მინდა ცოტა ერთი სიტყვა გადმოვაგდო. ყველა ერთმანეთს დაემგვანავდა. ვაიმე როგორ არ დავეთანხმო ხალხო. ინსტაგრამზე რო შეიხედოთ დედას გეფიცებით თუ ერთი ადამიანი არ იყოს როგორც სხვადასხვა სხეულებში გამომწყვდეული. ძალიან დაემგვანენ ადამიანები ერთმანეთს ძალიან აი სულ მაინტერესებს ხოლმე კაცო იმ ტურს რო გაიკეთებს და მეც მინდა რა დაგიმალოთ ხო ადრეც გითხარით ოდნავ მინდა რომ შევივსო ოდნავ იმიტომ რომ საერთოდ არ მაქვს და მინდა რომ ოდნავ აქ რაღა არის ოდნავ შევივსო შევსება მინდა ხო და მერე რომ მანამდე კარგად აქვთ და მერე რომ იმატებენ და ეს ტუჩი აი ლაპარაკობენ აღარ ვამბობ რომ რაღაცა ის წარბები ატკუცული და რა ყრიმალები გამოკ ყველა ერთმანეთს გავს და აი რო ამბობენ რომ დაემგვანენ ადამიანები ერთმანეთს ადრე უფრო დიდად ესე არ მეთქი აი გვანან ეხლა რო ვაკვირდები იმდენად დაემგვანენ ადამიანები ერთმანეთს აი ჯანშელაპრეთები ყველა ერთია აი რო შეხედა აი ყველა მდგომარეობაშია და სხვათა შორის ამბობენ რომ როგორიც იცი რომ დაიწყებო ხო მოგწონსო და მე იმატები რა არის კაი გამორთექ შوار კაი ვეთო იმატებ და აი უკვე ისეთ ეშხში შედიხარ რომ ვეღარ აკონტროლებო და აი ეგ არის ძალიან ცივი რომ ვერ აკონტროლებ და აი იმატებ და საბოლოო ჯამში ხო ისეთ საშინელი დასანახია ამდენი ადამიანი აი ტუჩები ყველაფერს უნდა ზომიერება იმ ტურს იმ წარბს რა ყველაფერს ხო როცა ზომიერებას ვკარგავთ უკვე ალბათ ის ეშხი ის რაღაც არაც იყავი იკარგება ეხლა ჩემმა ერთმა ნაცნობმა გაიკეთა ცხვირის ოპერაცია დაზიანებული ქონდა და ნუ გაისწორდა მე ოდნავ აიფრიხა და რაღაც ანუ იმდენად არ უხდება ხალხო იმდენად არ უხდება და ისე მენატრება იმ მდგომარეობაშიც იყო ანუ ერთია ვთქვათ რაღაცა შიდა პრობლემაა და გაიკეთო ახლა მე რო აიწვიე კიდე სხვა რამეა ხო იგი მასთან არაფერს კავშირში არ არის ვაიმე მეთქი ეს ის არის აი საერთოდ სხვა გახდა აი ზუსტად ისეთივე გახდა რომ ვიცახით ხოლმე რომ ყველა ერთმანეთს გავს აი მაგამ ბავში რა თუმცა თუ შენ მოგწონს და კომფორტულად ხარ იმ ყველაფერში იმ ცხვირში იმ ტუჩში რა თქმა უნდა მიგიღებს ყველა ისე როგორიც ხარ და როგორც შენ გეკომფორტულება უბრალოდ ლაპარაკის დონეზე თუ ვისაუბრებთ ძალიან დაემგვანენ ადამიანები ერთმანეთს რა ძალიან უკვე რაღაცნაირად თითქოს ვეღარ კონტროლდება ის ტუჩი ცხვირის აწევები ვეღარ და ეშხში ისე შედიან რომ აი რაცა ჯინებს დაემგვანენ ადამიანები რა და კაცებიც ეტყვიან ხოლმე რომ დედა ყველა ქალი ერთნაირი როგორ არისო ასე რო გაივლიანო რაღაც სადღაც მართალია იმიტომ რომ დაემგვანენ ძალიან და სულ მქონდა ხოლმე ამისი ის რა ქვია რომ კომპლექსი შიში რა ვიცი რაც გვინდა დავარქვათ რომ აი ეს არ დამემართოს ხვდებით რა დაუშვათ ეს ტუჩიში კიდე არ მომი აი ეგ ძალიან გუდავს და ვერიდები მაგ ამბავს თუმცა მე იმდენად არ მიყვარს დიდი მოცულობის ტუჩი იმიტომ რომ არ მომიხდება სახემათი ისეთი როგორც მაქვს და ეს ტუჩი რეალურად ამ სახეს უხდება მაგრამ მე თვითონ არ მომწონს და ოდნავ მინდა ოდნავ მაგრამ ეს ოდნავ რამდენია და როგორ უნდა გავაკონტროლო ეს ოდნავ უკვე აღარ ვიცი გონზე არა ვარ თუ
თუ არ ვცდები 300 ლარიდან იწყება შევსება თუ არ ვცდები არ ვიცი ერთი ჩემ ახლობელმა გაიკეთა და უნდა ვკითხო მაგრამ სიმართლე გითხრათ ახლა მაგაში 300 ლარის მითხრაშვას მირჩევნია ჩემი მობილურის 4500 რო წავიკიდევალი ეგ გადავიხადო წინსწრებით მაგრამ ამ ეტაპზე რაღაცეები პრიორიტეტები ის უფრო არის ჩემი ხა ვიდრე თუჩი ალბათ ძალიან არ მინდოდა თორე ამდენი წელს მანძილზე გავიკეთებდი აუცილებლად და რაღაცა მხევს უკან ოღონდ და ალბათ შიში რომ აი მე რო არ მომიხდეს ესე ძალიან და რაღაცა ისევი არ აი მაგი შიში მაგ აი არ ვიცი რა ყვატივით არ მინდა რომ ვიყო რა აი ეგ ამბავი მაგს და ბატონო мама მყავა შემიკვეთა ვდგეთ და ვდგათ გარეთ მოპირკეთება მიმდინარეობს ქოთანის სადაც დგას გოგოებო რომ გაჩვენეთ იქ ესე სხვადასხვა ფორმებით ალაგებს კაფეს მოპირკეთებით ძალიან ლამაზი გამოვა ხო და იმიტომ რომ იმდას ცოტა საღამოს გააკეთა რაღაცეები მანდ და ბავშვები აღწნეს და კიდაღა ბეტონში ჩადგეს ფეხი და კიო და პონჩებისე და გადადიდა მოთხოვნა შემოგეღობა ხო ხედა მაინც დგებიან და ეხლა ადრე დაიწყო რომ ჯერ ძამზია და ესე არავინ დიდი ალბათობით არ გამოვა ანუ ხო და ძალიან ლამაზი იქნება ერთსული მოკლედ როდის ნახო მე გარეთა ფასადიც გასაკეთებელია მთლიანი სახლის რა თქმა უნდა წინა მხარე გარე ფასადი უნდა და აქეთ უკვე გვერდით ამხარე გასალესია და ნუ მე კარგი სიყვარული ხო და მოკლედ მაგის მეშინია რომ კვატი არ გავიჩითო რაღაც ნაირი ხო და დავიოდნა მინდა რა აი შეხედეთ ამას ტუჩი ქვია აი გულზე დაიჯეთ ხელი და ისე აი ხა ამას ტუჩი ქვია ხო და მომიწერა ხოლმე კიდე ნუპრუ წავა ანუ ესეთი მანერა მაქვს ხალხო ლაპარაკის და ასეთი რა ნერვოზიკში ყველაფერზე რო გართულება აი შეყვარ ლაპარაკობ როგორც ლაპარაკობ ასე საუბრობ ასეთი ის მაქვს ხა და თქვენ ჟესტიკულაცია და თქვენ გიდა ისე თქვით გიდა ასე თქვით რა შემიცulis ხო არიცით მოკლედ სამსახურში დავიწყეთ დაბადების დღეებზე ფულის დადება და ეგრეთ წოდებული ლატარია გამოდის რეალურად რა ანუ ყველას დაბადების დღეზე ვდებთ გარკვეულ თანხას და მე შენს დაბადების დღესაც რა თქმა უნდა იდება იგივე თანხა ყველასგან რამდენიც არის რამდენი გამოდის ვერ გეტყვით ზუსტად მოიცემ დაახლოებით გითხრათ სადღაც თითქმის 300 ლარი შეება არც ესე ხო არ ვიცი რა დაახლოებით ხო აი ნახოთ ხა რამდენი იქნება რა არ ვიცი ზუსტად რამდენი შეკლოდა დაახლოებით რო გითხრათ რა ზუსტად მე რა თქო და გეტყვით მე რა ხო და ეს არის რა ქვია რა თქო ტორტის ფულიც იკრიბება ხო და როგორც ლატარია რეალურად ეგრე გამოდის მე შემიღებ როცა ჩვენი დაბადების დღე და გადავწყვიტე რომ მე ხო ძალიან მინდა რა ქვია იმ პატრონოს დედამიშვილი რა ქვია გაროცხელდება ხალხო ღუმელს რა ქვია გამოვშტები ხო და მამა ჩემსაც რო აქვს დედა რა კარგად ხმარობს ნეტა იცოდეთ შეაგდე ჯამე გაცხელდება გამა არ გაზიგიდა არაფერი დედა არ მაგერ ვერ გამიხსენ თუ გამახსენ და გეტყვი თუ არ დახუხდებით რასაც ვამბობ ხო და 140 ლარათაც კი ვნახე გორგეში ძალამაზ და საყვარელი და ისეთი პაწაწუნა მამა ჩემსაც აქვს ეგეთი და ძალიან მომწონს ბევრნაირია მოკლედ რა ხო და გადავწყვიტე რომ ეგ ვიყიდო სამახსოვროთაც დამრჩება როგორც ჩემი სტაფისგან და ისედაც
რაც დამრჩება, იმას უკვე პირადად გამოვიყენე სხვა რამში. ხოდა გადავწყვეტე მოკლედ, რომ ეგ შევიძინო. მაინც მინდოდა უნდა მეყიდო, ხო გეუბნებოდით კიდეც, რომ უნდა ვიყიდო თქო და რატო დავიწყო ახლა მაგისთვის ცალკე შეგროვება, ბარემ თებერვალს დაველოდები. სოდაშორის თებერვალში ჩემი და ჩემი მეწყვილის დაბადების დღეა ახლო, ამიტომ კაი თახის გასროლა მოუწევთ. თებერვალში ჩვენ ხوار დავწევთ და იმათ კაი თახის გასროლა მოუწევთ, მაგრამ ლატარია რა გენახება ასე რა ვთქვათ. მამას ყავა მოუტუყოთ. ამოიქროლებს ახლა აუცილებლად. კბილების გაწმენდაზე უნდა ჩავეწერო. ხო და მე პირადად 80 ლარზე ნაკლებად არსად მინახავს ახლო-მახლო. და იმის მერე ადის და ადის და ადის. ესადმე ხომ არ იცი შემთხვევით. მე ამაზე ნაკლებად არსად არის. მგონი არც არსად არ არის ამაზე ნაკლებად ჩემი აზრით. მე რატო უყურნიხი აქ. ой, არა მაგაღებული ის. 80 კი არა, ზოგან 120 და 240 წელს. 80 კი არა. ალბათ მალე ჩავეწერები. ნუ სექტემბრის ბოლოსკენ ესე ვფიქრობ და ნახოთ. თუ იმუშავებენ. შაბათს ან კვირას შაბათს კი იმუშავებენ. Malito, დედას malito. დედას malito. რას დედა? ო. ბევრი რამე ქონია შვილო შესაჭრე. ბევრი ქონია ძალიან. ასე რომ ესეთი ამბები გოგო ხა წავედი. გემშვიდობები.